კითხვა გვაქვს. რუსებიო ისეთი კარგები არიანო. ორი ფიჩი გაქონდათო და არაფერს არ უშვებოდნენ რა. აი ამას ამბობთ ეხლა. ამას გეუბნები. არა, მე გეტყვით ერთ რამეს. საქართველოს გავიდაო. ბატონო გიორგი, საქართველოს გავიდა. საქართველოს გავიდა 72 ადგილზე წაკითხული შინაარსის გაგებით თუ რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოკითხეს ეთქობა, იმიტომ გვაქვს ესეთ დაბალი რეიტინგი. რა ამდენი რამე ვილაპარაკეთ. თქვენ საწინააღმდეგო და აქეთ მომიტრიალეთ სრულიად ულოგიკოთ. თუმცა ეს თქვენი სტილია რო. ეგ არის პუტისტების ლოგიკა. სხვა არაფერი. კარგი, მოდით სამხობაში მონაწილეობა მიღებული ხალხის ლოგიკაა ეს. ეხლა ან მაგას დაადასტურებთ რომ ეროვნული ხელისუფლება ჩემი დამხობილია, ან ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ან და კიდევ ერთი ტოპ მატყუარა ხართ, ისე როგორც ყველაფერში რა. მიჩივლეთ აბა. არა, არგებს არ გიჩვენე. სადა ეხლა კიდე ისე რა ქვია, მადევნინე თქვენთან, მე იტალიაში გაიქცევით ან სადმე და სადა გდიოთ ეხლა მე. ხო, არა, აქ იმდენი ცილის წამება მივიღეთ. სოზარი არისო, რომელმაც მიშას არჩევნები ისა რა გაუყრავა და მეორე თქვენ არიყავით პუჩისტი კიდე რა. გაიყო სიმართლე ძნელია, ხო? ეხლა აბსოლუტურად სერიოზული მატყუარა ადამიანი ბზანდებით და უპასუხისმგებლო რა. მართლა. უპასუხისმგებლო მატყუარა ხართ. აი ჩვეულებრივი. აი რაღაცა პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა. მეტი არ სიმართლე მიწის ეს სიმართლე. ეხლა დაგკვირდით, ან სრული სიმართლე, ან ყოილი არ იქნება მეთქი და ახლა მოიწმინეთ, რა სიზარდე. არა, არცად არ გავდივარ, ერთი წუთი მინდოდა გასულა, მაგრამ ამას ესე ვერ ჩაგიტარებთ. თქვენგან განსხვავებით. მე მართლა პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. რაღაცას რო იტყვი, კაცი, ვიღაცა რომ მოვიდა და ყურში გიჩურჩულა, ყოვლად დაუსაბუთებელი რაღაცა. ეს ის არ არის. რო სიმართლეა. თქვენ საერთოდ მიშასთან ძმაკაცობით რომ ამაყობდით ეგეც ხუილი ხო? მიშასთან კი არ ძმაკაცობდი, მიშასთან ერთად მუშაობდი ერთ კომიტეტში წლების განმავლობაში. მანამდე დაუწერეთ ხო? მე უი, თქვენ ჩვენს ბიოგრაფიებზე გიმუშავთ. არა. ვიღაცა სულელი რომ რაღაცას გეუბნები. მიშასთან კი არ ძმაკაცობდი. პარლამენტის წევრები ვიყავით ერთ კომიტეტში. და ქონდა ურთიერთობა რა. შენ ეხლა ძმაკაცობ მიშასთან. შენ ეხლა ძმაკაცობ კოალიციაში ხარ მიშასთან, ეხლა ძმაკაცობ. მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი არ იყო. თქვენ ხართ მას შემდეგ რაც მას ბრალი დადებს იმაში ისთვისაც ციხეში. კარგი. აი ეს არის. მაშინ ერთი კითხვა, აი ჩვეულებრივი იაფასიანი ტიპი ხართ და არ ვიცი რა, მე რა უნდა გელაპარაკო.